მოგესალმებით, მეგობრებო. მე ვარ ირაკლი ლომოური, ლიტერატორი, მწერალი და გამოვდივარ რუსთაველზე. აკაცუკი ვარ, სუარმცხვენი ამ მეტსახელის თუ სახელწოდების. გამოვხატავ ჩემ პროტესტს. არ შემიძლია შევეგუო ამ უსამართლობას, ამ ბოროტებას, ამ ძალადობას, ამ სიყალბეს და სახში ჯდომა და მდუმარედ ყოფნა ჩვენთვის არის შეუძლებელი. არ მაძლევს სინდისი იმის უფლებას თუ საშუალებას, უბრალოდ ვიზდეს სახში და გავერთო, როდესაც ხალხი არის მართალი სიტყვის გამო გამოსული და აპროტესტებს და მანამდე იდგება, ყველანი ჩვენ მანამდე ვიქნებით, სანამ ეს უნამუსო, უსინდისო, მოძალადე რეჟიმი არ წავა და სანამ ამ ქვეყანას არ ეღირსება თავისუფლება და ევროპულ გზაზე სიარული. მე მგონი, რომ ესაა მთავარი, რომ ჩვენ ყველამ ვცადოთ გავაკეთოთ ის მინიმუმი, ის რაღაცა, რაც ჩვენი გასაკეთებელია და ჩემი გასაკეთებელი არის ალბათ, რომ ადამიანს ადამიანურად მოვეპყრა და ადამიანური რაღაცა დავწერო და წავაკითხო და ვაგრძნობინო, იმიტომ რომ თანაგანცდაა მთავარი. ჩემთვის ლიტერატურა არის თანაგანცდა. თავიდან ეს ქვია აი ამ მეტროში აკლემების პერიოდიდან მოყოლებული ეს ყველაფერი იყო რაღაცა თითქოს გაუგებარი, მაგრამ ეხლა ჩემთვის აი ამის გადალახვა, აი ამ აბსურდის ხდება იმით, რომ ადამიანს შეუძლია მეორე ადამიანი იგრძნოს და ემპათია მთავარი, ემპათიაა და თანაგანცდა მთავარი და მხოლოდ ერთად აღებულ ადამიანობას, ერთად ადამიანებს ურთიერთგაგებით და ურთიერთ თანალმობით და თანაგრძნობით და ურთიერთდახმარებით შეგვიძლია გადავირჩინოთ თავის და ეს ქვეყანას გადავარჩინოთ. არ შეიძლება ყოფნა მდუმარეთ და სამზარეულოში რაღაცა ჩურჩული ვაიმე არ დამიჭირონ, არ გაიგონ. მე მგონი პირიქით, რაც უფრო ხმამაღლა იტყვი, მით უფრო მეტი შანსია, რომ ამ ქვეყანას ეშველება და ჩვენ ყველას გვეშველება. თუ ჩვენ ყველანი ჩუმად ვიქნებით, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ უკვე დავკარგეთ ყველაფერი, ქართველობას, ადამიანობას, მომავალიც და დასრულდება ამითი ჩვენი ცხოვრება და ჩვენი ისტორია. დაფიქრდით, გააკეთეთ ის თქვენი ნაბიჯი გადადგეთ, არჩევანი გააკეთეთ. მიხვდით, რომ მხოლოდ საკუთარი თავისთვის, საკუთარი ოჯახისთვის ცხოვრება არ არის საკმარისი იმისთვის, რომ თქვენ რაღაცა თქვენი ვალი თუ ვალდებულება თუ მორალური რაღაცა მისია ამ ქვეყნად შეასრულოთ. ელემენტარული რაღაცა. ნუ შეურიგდებით, ნუ შეუგუებით ამ უსამართლობას, ამ უბედურებას, ამ ძალადობას, ამ ტყუილს, ხო ფაქტია, რომ ტყუიან, გვატყუებენ. საშინელი რაღაცეები ხდება და ჩვენ კიდე ამას მდუმარეთ უნდა ვითმენდეთ, არ ვითმენთ, არ მოვითმენთ, არ შევეგუებით და კი ბატონო მოვიდნენ და წამიყვანდნენ შამსვანმეც. აი ზვიად რატიანი როზის, ზვია ამაღლობელი როზის. აი რა როგორ შეიძლება ამასთან შერიგება და ჩუმად ყოფნა? როგორ შეიძლება გავჩუმდეთ და კიდე რამდენი ერთი ახალგაზრდები, სტუდენტები წარმოუდგენელი უსამართლობა, წარმოუდგენელი არაკაცობა, არაადამიანობა, რაღაცა საშინელება. მე უბრალოდ სინდისი არ მაძლევს უფლებას, რომ ჩუმად იყო. ყველა მართლა ისე გამოხატავს თავის პროტესტს, როგორც შეუძლია. ზოგჯერ ეს სპონტანურადაც ხდება. იყო რაღაც მომენტი, როცა დავინახე, რომ ქუჩა არის გადაკეტილი და მამაკაცი წევს
და რაღაცა იმპულსი იყო და ეს მოხდა წინასწარი განზრახვის და წინასწარ დაგეგმილი არ ყოფილა. უბრალოდ იმ მომენტში გამახსენდა ბექა ქურხულმა წინა დღეს ჩაიარა დამინახა მე აქ ვიჯექი ზუსტად ამ ადგილას სკამზე, ჩემს სკამზე, გასაშლელ სკამზე და მაინც გადავკეტავთ. რაღაცა ხოდა ეს გამახსენდა რომ ბექა რო იმ მომენტში უკვე წასული იყო მგონი უკრაინაში, თუ მიდიოდა. ყოველ შემთხვევაში იმ მომენტში გამახსენდა და ჩემ თავს უთხარი რომ ბექა რო აქ იყოს მეთქი. ხო, არ გაჩერდებოდა ტროტუარზე და გადავედი და დავჯექი, გავშალე სკამი და დავჯექი. ეს იყო რაღაცა იმპულსი. რაღაცა იბიძგა რაღაცამ რომ რაღაცით უნდა გამოვხატო რომ მარტო ჯდომა სკამზე, ტროტუარზე არ არის საკმარისი. თანაგანცდა, თანალმობა, თანაგრძნობა, თანადგომა არის ის რაც ადამიანს აქცევს ადამიანად. ხო და ერთადერთი ეგ მინდა რომ რაღაცნაირად გამოვხატო, იმიტომ რომ სხვა მე არაფერი არ დამჩენია. ჩემი წერილო მე არ მაქვს პრეტენზია და არ მაქვს დიდი წარმოდგენა საკუთარ წერილობაზე. მაგრამ ის რასაც მე ვაკეთებ, ის არის ნამდვილი ჩემთვის და რომელიც გულიდან მოდის, გულიდან მომდინარე სიტყვა. ეს არ არის რაღაცა მხოლოდ მოფიქრებული ან რაღაც. ეს არის ინტუიციის დონეზე დაწერილი ის რაც გულს ეხება და მინდა რომ სხვის გულსაც შეეხოს. ჩემი გულიდან ამოსულია. ეს მე მაწუხებს, ეს მე მავსებს, მაღელვებს და ამის გამოხატულება არის ის რაღაცა ახლა ვიღაცა შეიძლება მეთქეს რომ რა არასერიოზული ადამიანი ხარ, რა დროს ზღაპრებია. ზღაპრები ჩემთვის არის მართალი სიმართლე, რომელიც სხვა ფორმით არის გამოხატული. ეს შინაგანი სიმართლეა. აი აქ წერია, სახალხო ზღაპრები და ზღაპრული ამბები მთელი ოჯახის ან დიდ პატარა მკითხველისთვის. ეს არის ამ ციგნის PDF-ი. ხო და აი დონალდ ბისეტის ისა აქ წამზღარებული სამყაროს ჩემეული კონცეფცია ანიმისტურია. საგნები, იდეები, ქვები, ყვავილები, ადამიანები, წვიმა და მზის შუქი, გარკვეული აზრი თანაბრად ცოცხალია. ჯერა რომ წერას და ნებისმიერ ხელოვნებას მეტი შეუძლია ვიდრე თქვენ გონიათ. ეს შეზღუდვების გადალახვაა. აი ამ შეზღუდვების გადალახვა არის ჩემთვის წერილობა და ზღაპრების წერაც ამიტომ არის ჩემთვის სახალისოც და მნიშვნელოვანიც. მთელი ცხოვრება მე ვარ, ქვია, ამ პროტესტში, იმიტომ რომ როდესაც ვხედავ, რომ ეს არის ტყუილი და ეს არის მიუღებელი და არადამიანური და ყველანაირად ბოროტი და საძაგელი რაღაც დონეზე ხმას ვიღებ, ლიდერი არასოდეს არ ყოფილვარ, მაგრამ ყოველთვის მქონდა ჩემი პოზიცია. სასაკავშირო დროს რაღაც შინაგან ემიგრაციაში ვიყავით, მე და ჩემი მეგობრები. მე ეგეთი ტიპი ვიყავი, უბრალოდ ეგეთი 14 აპრილს ჩვენ გავედით როცა ყველა გვეუბნებოდა რომ გასვლა არ შეიძლება დაიღუპებით ჩვენი ლექტორები, ჩვენი ახლობლები ყველანი და ჩვენ მაინც გავრისკეთ, რომ ახალგაზრდები ვიყავით და სრულებით სისხლი გვიდუღდა, ასე ვთქვათ და ხო და მე მთელი ჩემი ცხოვრება ისე გავითარდა და ისე წავიდა, რომ სხვანაირად ვერ წარმომედგინა. ხა დისიდენტი არ ყოფილა იმ გაგებით, რომ არ ციხეში არ წავსულვარ, თქვათ, განსხვავებით სხვა აქტიური ახალგაზრდებისგან. მაგრამ ყოველ შემთხვევაში არ ვიღებდი ამ ტყუილს, ამ ბოროტებას, ამ კომუნისტურ იდეოლოგიას,
ჩემი მეგობრები და მეც მათ შორის უკვე კარგად ვაცნობიერებდით, რომ ეს ყველაფერი არის სიყალბე. და რადიო თავისუფლებას უსმენდი და ამერიკის ხმას და BBC-ს. ადამიანები უნდა მივხვდეთ, უნდა დავფიქრდეთ, რომ ჩვენი საკუთარი თავისის კი არ ცხოვრობთ. ან თუნდაც მხოლოდ ჩვენი ოჯახისთვის და ჩვენი ცოლ-შვილისთვის, ან მეგობრებისთვის. არამედ ჩვენ ყველას გვაქვს პასუხისგებლობა, რომ ეს ქვეყანა, ჩვენი ქვეყანა, გადავარჩინოთ, უპატრონოთ და ეს მომავალი კონდეს ამ შესანიშნავ ახალგაზრდობას, არაჩვეულებრივი ახალგაზრდები არის.